ნაციონალური მოძრაობის ბრალდება საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი. ოპონენტებს უსაფუძვლო ბრალდებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. ერმაკოვმა სამართალდამცავ ორგანოებს საკითხის დროულად გამოძიებას სთხოვა. ქართული ოცნების აქტივისტებს კი მოუწოდა პროვოკაციებს ერიდონ. დღესვე საკითხს 7 ივნის დრამატულ თეატრთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები გამოეხმაურნენ და ტეტემაძის ცემის ფაქტი უარყვეს. ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებით პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაში თავად დაადანაშაულეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პარტიის აქტივისტებისაგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, თუმცა ვინაობების დასახელებისაგან თავს იკავებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ტეტემაძის ცემა ნაციონალური მოძრაობის მიერ იყოს პროვოცირებული. ასეთი სახის პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ ჩვენი მხარდამჭერები. გამოურიცხავ კატეგორიულად, როგორ წარმოგიდგენია წინა საარჩევნო პერიოდში სუბიექტმა, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, მათ შორის ქართული ოცნება თვითონ იყოს ინიციატორი ესეთი ძალადობრივი აქტებისა, რომლის წინააღმდეგაც აი ამ ბოლო პერიოდში ეს პარტია იბრძოდა თავის მხარდამჭერებთან ერთად. ამიტომ კატეგორიულად გამოურიცხავ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დარწმუნებული ვარ სულად სამართალდამცავების ობიექტურობაში. მისი განცხადება არის პირდაპირ კავშირში და პირდაპირ მოწოდება და მესიჯი მათი აქტივისტების და წერების მიმართ, რომ ჩვენს მიმართ იქნას ფიზიკური ანგარიშწორება და შურისძიონ ჩვენ Facebook-ის მათ გვერდზე არის პირდაპირ კომენტარებში ჩვენს მიმართ ფიზიკური სიტყვიერი შეურაცხყოფები და ფიზიკური შეურაცხყოფების მუქარები. მიხეილმა ჭავარიანმა პირდაპირ დაგანაშაულა ამაში და ჩვენ გვინდა საზოგადოებას უთხრათ, რომ ჩვენ მივიძნებით ყველანაირ ძალადობას და პირიქით ეს არის ნაციონალური მოძრაობის სტილი, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ მართავდნენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, დღესაც იგივე მეთოდებით აპირებენ ბრძოლას. იმიტომ რომ წარმოაჩინონ თავი თითქოს ისინი არიან რაღაც ჩაგრულები, რაღაც რეპრესირებულები, რომ წინასაარჩევნოდ დასდონ ბრალი ქართულ ოცნებას ამ ასეთ პროვოკაციების მოწყობაში.